რა ვიცით მე მიმიწვიეს ამ ვახშამზე ეს ვახშამი ტარდებოდა პალმბილჩში სადაც აქვს ესე იგი ტრამპს თავის რეზიდენცია ამ ვახშამს ესწრებოდა თვითონ ტრამპი მისი ადმინისტრაციის წევრები ახალი ადმინისტრაციის წევრები რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი მოწვეული იყო კიდე სტუმარი ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი ხალხი მათ შორის ის ილონ მასკიც იყო რომელსაც გავეცანი უბრალოდ ძალიან საინტერესო პიროვნება ჩემი მიზანი იყო ის რომ გავსაუბრებოდი და მომეყოლა თუ რა ხდება საქართველოს გარშემო იმიტომ რომ ну როგორც თქვენ მეც ყველა როგორც თელ საქართველოს გვაღელვებს დღეს რაც ხდება და მე მინდოდა გამიგო ახლა 20 იანვრის მერე რა პოზიციას უფრო მიდიან ესე იგი რადგან აქ ისეთი ინფორმაცია იყო ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობიდან რომ ხარს დავაჭერო სანამ მოგიყვებით როგორ იყო წინასწარ გეტყვით რომ არ განვირულოთ რომ 20 იანვრის მერე ქართულ ოცნებას მოენატრება ბაიდენის ადმინისტრაცია და იტყვის რა კაი ადმინისტრაცია იყო ისე დღეელით მათ ტრამპის ქვეშ ესე იგი მე მქონდა საუბარი თითქმის 10 პიროვნებასთან რომლიდანაც მარტო აი სტივ მილერის დასახელების უფლება მაქვს მე ახლა რადგან და მინდოდა რომ მომეყოლა თუ რა სიტუაცია საქართველოში. თამარ როგორც თქვენ არ მოგიყოლიათ, ისე მე არ მომიყოლიათ. იმგენ მომიყვე ყველაფერი. ყველაფერი იციან, თავიდან ბოლომდე ინფორმირებს. საიდან მე არ ვიცი. მე მეცაც გეტყვით, ისეთი პირების შინაგან საქმეთა სამინისტროში გვარები დამისახელეს, ვინც ზალადობაში არის მხილებული, რომელი გვარებიც მე არ ვიცი. მე ვიცი ეს ხარება მე ვიცი ნუ გომელაური და ესენ და მე დაანჩერები მე ის მაგალითად კეზევაძე ვინც დაასანქცირეს და მაგნიტსკის აქტი არც ჩვენ არ ვიცოდით მაგრამ იციან კი ბატონო ნამდვილად კიდე რამდენიმე გვარი იყო და ასევე იყო მოსამართლეების გვარები ახლა მე მოსამართლეები 4 გურიტიშვილი ის რა ქვია ჩინჩალაძე ესენ ახლა მე მეტი არ ვიცი იქაც იყო 1-3-4 გვარი დასახელებული ძალიან დიდი გულნატკელობით თქვენს რომ ჩვენ ძალიან გულნატკენები ვართ იმით რომ თქვენი ქვეყნის თავრობა იჯდა იმ საღამოს და ხმარ ამოუღია როდესაც სიკვდილი ამერიკას ყვიროდენო ეს მხედველობაში ჰქონდათ მივხვდით ალბათ სადაც არა სიკვდილი ამერიკას ну ერთ სიტყვით აი ეგეთი ის იყო რა შეხვედრა ხა მე რა გითხრათ მე ტრამპთანაც შემეძლო მისულიყავი და დამჯდარიყო მაგრამ არ იყო ამის ისე საშუალებად კი არა ამის ხა მე არა ვარ ისეთი ოფიციალური პირი რომ იქ შევსულიყავი და მელაპარაკა თორე ისინი მიმიყვანდნენ და რა ზონა მელაპარაკა მე ტრამპთან ხო ну ყოველ შემთხვევაში განწყობები ხო ნამდვილად თვითონ განცხადებებიც ოფიციალური პირების მხრიდან მათ შორის ტრამპის პარტიის რესპუბლიკური პარტიის ძალიან გავლენიანი წარმომადგენლები მე წლების განმავლობაში ბევრი ამერიკელი სენატორი ვიცნობდი 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს მე მაქვს ძალიან კაი კონტაქტები იქ და პერსონალურად შეხვედრილი ვარ მარკო რუბიოს რომელიც ახლა იქნება სახელმწიფო მდივანი მე ვიცი რომ ამ ადამიანს საქართველოში უკვე 2016 წლიდან ყველაფერზე ინფორმაცია აქვს კი ბატონო ყველაფერზე ინფორმაცია აქვს და ძალიან კარგად და ძალიან ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნება თქმა უნდა კი ბატონო და ბატონო პატამ ის პროცესები რაც აი 28 დღეა ხალხი აი ახლაც ვხედავთ კადრს და თქვენც მათ შორის ყოველ საღამოს ვხედავთ ხოლმე თქვენ პოსტს რომ დღეებს ითვლით ამ ადამიანებთან ერთად და პრაქტიკულად რამდენი ხანი გააგრძელდება ეს დღეების ათვლა ჩვენ არ ვიცით იმიტომ რომ მაგალითად 29-ში 29 დეკემბერს გამოაცხადეს რომ პარლამენტის შენობაში შიგნით იქნება ყაველაშვილის ინაუგურაცია აი ამის შემდეგ როგორ ფიქრობთ აი საერთოდ როგორ გესახებათ ამ პროცესების გაგრძელება ამ პროცესების განვითარება როგორ ხედავთ ამ 29 დეკემბრის შემდეგ უკვე მომავალს და იცი ხა მე როგორ ვთქვა ხუმრობით თქვა თუ სერიოზულად? გნებავთ ხუმრობით, გნებავთ სერიოზულად. ორივე საინტერესოა თქვენგან. ამით მე იქნება გიჟი ვარ და ყვირი ვარ, ეგეც ვეღარა. და სერიოზულად რო ვთქვა, ვერავინ ვერ აღითქვავს ამას სერიოზულად. ვერავინ არ აღითქვავს ამას სერიოზულად, ვისთვის ირჩევენ ამ პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს. ან ვინ ირჩევს ამ პრეზიდენტს? ეს ხალხი ჩვენი არჩეული არ არის. თვითონაც იციან, გამოდის ასობით 1000 ადამიანი. ყველანი ვართ ამის წინააღმდეგი. და იძახიან რომ
ჩვენ კიდევ გვაქვს 60%-იანი მხარდაჭერა. თუ გაქვთ ჩაატარეთ თქვენ კარგი არჩევნები და ნახოთ ერთი რა რისიტყვისა. მეც დღეს რო ჩაატარონ არჩევნები მე მეშინია რომ მეშინი კი არა ვფიქრობ რომ ძალიან გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვაც კი, იმიტომ რომ ყველა მაგათი ჩემს გარშემო ვინც კი იყო ოცნების მხარდაჭერა. ყველა განკოცდა ეს კაი სიტყვა შემოვიდა საქართველოში. განკოცებულია. ესე იგი აღარ არიან მაგათი მოწმეები, ნუ რა უნდა ვთქვა, ჩემი აზრით არის თამარ ისეთი რომ ჩვენ არ უნდა დავიზაროთ, ყოველ საღამოს უნდა გამოვიდეთ გარეთ. დღეს იქ ძალიან ისეთ ჯანსაღი სიტუაცია, ჯერჯერობით იქ არავის არ არბევენ ახლა, იმიტომ რომ რამდენიც მეტი დაარბიეს, უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, მიხვდნენ რომ დარბევას აზრი არ აქვს და ჩვენ რომ წოგიწევს 1-2 თვე მაგაცი მეც ესენი ვერ გაძლევენ. 2 თვე ვიაროთ ერთმანეთი მოვინახულოთ, გავაპროტესტოთ. ძალიან ბევრი აქციებია, თუ გინდათ ზეგ არის აქცია, შეიძლება გამოვაცხადოთ. კი ბატონო, ბრძანეთ ხო 27-ში ზეგ არის მუსიკოსების და მუსიკის მოყვარულების აქცია, რომელიც არის ბატონებო თქვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანები, ვინც კი ყავთ. საოპერო მუსიკა იქნება, ხალხური იქნება, ესტრადა იქნება, გუნდები იქნება, ორკესტრი იქნება, დირიჟორი, რა ვიცი, მოცეკვავეები, ყველანი ვიქნებით იქ, გავაპროტესტებ ძალიან და მოდით ასევე აი მოყვარულები, ვინც ბრძანდებით ყველანი და ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო სვლები და რაც თავარია გავაპროტესტებთ იმას, რომ აუცილებლად უნდა გამოვშან ჩვენი პოლიტპატიმრები და აუცილებლად უნდა შედგეს ახალი არჩევნები. ხო, ბატონო პაატა, როგორ ფიქრობთ, მე ალბათ ძალიან ბევრი ხელოვანი გამოვა აქციაზეც, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ალბათ არასდროს არც ერთ ეტაპზე, არც ერთი აქციის დროს ასე ჩართული ეს სფერო არ ყოფილა საპროტესტო აქციებში, იმიტომ რომ თავად არც ერთი ხელისუფლებაც და არც ერთი მმართველი ძალაც ასე ძალიან არ დაპირისპირებია ასე მწვავედ, ხო, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ჩვენ ხედავთ, რომ ცემენ, იჭერენ, ბრალდებას უყენებენ, ციხეში სვავენ, სასტიკად ნაცემები არიან, ანუ პრაქტიკულად ყველაფერი დატრიალდა ამ ადამიანების თავს ისევე როგორც სხვა მოქალაქეების. ხო, აი, რატომ როგორ ფიქრობთ თქვენ, რატომ? იმიტომ რომ საქართველოს 35 წლის ბოლო 15 წლის მანძილზე ასეთი დაბეჭავებული თავრობის, მთავრობა მე არ მინახი, ყოველთვის იყო სწრაფვა რაღაცა განვითარებისკენ, ყოველთვის იყო სწრაფვა ევროპისკენ, ყოველთვის იყო სწრაფვა უკეთეს ცხოვრებისკენ და თურმე ეს ყველაფერი, რასაც მივდივართ, იმდენი დაიღარა სისხლი, იმდენი 9 აპრილი იქნება ეს 8 წლის ომი იქნება, ის აფხაზეთის პირველი იქნება შეტაგება თუ რაღაც რაც მოხდა და ეს ყველაფერი თურმე ოფილა ფუჭი. იმიტომ რომ აგერ მოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამას აზრი აღარ აქვს. ისე უკანდა შევტრიალდე და თავიდან გვეწყება. თავიდან უნდა კონდეს ამას ჩვენ არ დაუშვებთ. ეს გამორიცხულია. რა არის თამარ? არის ორი ისა, ხა რო იწყია რომ გაყოფილია ხალხი. ხალხი გაყოფილი არ არის. აქ არის ხალხი და აქ არის პატარა მცირე ადამიანების გროვა, რომელმაც ჩაიგდო ხელში ხელისუფლება და დგანან იმაზე, რა ქვია, სამხედრო იმაზე და ტროლებზე. ეს ორი სამხედროების ბოდისვიხთი. კი ბატონო, სამხედროები და ვიცი რომ სამხედროები კარგად იქცევიან და დღეს რაღაც ახალი კარგი ამბები გამოვიდა სამხედრო ნაწილებიდან, მაგას არ ვიტყვი, მე თქვენ გაიხშეს. პოლიციაზე დგას და იმაზე. ტროლებზე. ამიტომაც თავდაც ვეტერანები თქვენამდე ბატონო პაატა სხვათა შორის გადაცემაში და თქვენს რომ ისეთივე განწყობაა ზუსტად ქართულ არმიაში, ქართულ ჯარში, როგორც არის საზოგადოების უდიდეს ნაწილში, იმიტომ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები საკუთარი სიცოცხლე გაწირეს, მეგობრები დაკარგეს ოკუპანტთან ბრძოლაში და ეხლა მართლა წარმოუდგენელია რომ სხვანაირად შეხვდნენ ამ ქვეყნის გარუსებას. რატო ვიძახი იცით თამარ რომ აი ეს ორი ნაწილია ესე აქცირე ნაწილია ასე ძალოვნებით ასე და ტროლებზე დაკნობილი და მთელი ხალხი ამათ აქვს დასაკარგი ფული და ძალაუფლება და ჩვენ უკან დგას სამშობლო ჩვენ უკან არ დავიხებთ და ეს ბიჭები ვინც ზიან ახლა ციხეში რჩებიან ძალიან ბევრი პოლიტპატიმრები მე გამოვაცხადე ტელევიზიით და დღესაც ვიძახი რომ უკეთ ძალიან ბევრი ადამიანი შემომიერთა მე ახალ წელს ხალხი ხვდება რუსთავაზე მე ხვდები დანის ციხესთან. რომ აგზნობიოთ რომ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ჩვენი კვარტა ბიჭებო ჩვენ თქვენ ერთ ვიქნებით ალბათ აქვს საშუალება რომ უყურებდნენ. დიახ.
ჩვენ ყველა თქვენთან და ვამაყობ თქვენით. ისე რომ პოლიტპატიმრები ეს ბოლო უნდა იყოს საქართველოს შეგეთ რა. აქვთ საშუალება უყურებენ და ძალიან უხარიათ და სიამოვნებთ ხოლმე, როდესაც ასეთ მხარდაჭერას უგზავნით აქედან და მეც გიერთდებით ამაში ჩვენი სოლიდარობა და თავისუფლებას უსურვებ ყველას, თავისუფლებას უსურვებ პატიმრებს, პოლიტპატიმრებს და თავისუფლებას უსურვებ ჩვენს ქვეყანას და გვინდა რომ ეს დღე ძალიან მალე მოვიდეს. დიდი მადლობა ბატონო პაატა. მადლობა თქვენ. მადლობა